19 რატი ჟორჟორიანი, ნომერი 20 ნიკა წილწივაძე, ნომერი 21 რეზი ბროძელი, ნომერი 22 მამოკა ნინიძე, ნომერი 23 რომა მახათაძე. გუნდის მთავარი მსმელი ლევან დათუნაშვილი. სარაგო კლუბი ბათუმი. ნომერი 1 გიგა კობახიძე, ნომერი 2 საბა ხონელიძე, ნომერი 3 იონა პირცხალავა, ნომერი 4 გიორგი შარვაშიძე, ნომერი 5 გაგა არაბური, ნომერი 6 გიორგი შუკაკიძე, ნომერი 7 გუნდის კაპიტანი ლაშა ფოფხაძე, ნომერი 8 თორნიკე აკუბარდია, ნომერი 9 გიორგი მარგალიტაძე, ნომერი 10 რეზი ჯინჯოლაშვილი, ნომერი 11 პიტერ უილიამსი, ნომერი 12 ბუბა ნოზაძე, ნომერი 13 კვეიკლე ტამბუ, ნომერი 14 ზურა ნინიძე, ნომერი 15 ვაჟა მიკაძე. თადარიქში არიან ნომერი 16 თორნიკე გაბელაია, ნომერი 17 ალეკო შამილიშვილი, ნომერი 18 რეზო მარგალიტაძე, ნომერი 19 ნუკრი ფესელიძე, ნომერი 20 გიორგი თხილაიშვილი, ნომერი 21 არჩილ თურმანიძე, ნომერი 22 ოთარ მეტრეველი, ნომერი 23 რომა მახათაძე. გუნდის მთავარი მსმელი ირაკლი ნინიძე. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია რაგბი TV და ასევე რა თქმა უნდა დიდი 10-ის მეორე ტურის გათამაშების პირველი შეხვედრა, სადაც ბათუმი სახლში მასპინძლობს გორის გორს. მე ლუკა კილასონია ვარ, ჩემთან ერთად იოსებ ჯაფარიძე იქნება. თქვენ დღეს მოგემსახურებით ჩვენ. გამარჯობა სოსო. ძალიან დღეს ხო? დღეს ღამე კი ახლა შავი ლომის და რა ძალიან ხო უნდა მოულოცო და მადლობა უთხრა ყველას, ვინც ეს შეძლო და შავი ლომის პირდაპირ ეთერში ყურების საშუალება მოგცა. აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ გადავალ შემადგენლობების გამოცხადებაზე. ბათუმი პირველი ხაზი გიგა კობახიძე, საბა ხონელიძე და იონა ფირცხალავა იქნებიან. მეორე ხაზში ზურგს ერთმანეთს გაუმაგრებენ გიორგი შერვაშიძე და გაგა არაბული. მესამე ხაზი გიორგი შუკაკიძე, 6 ნომრით 7 ლაშა ფოფხაძე და გუნდის კაპიტანი თორნიკე აკუბარდია შეკრავს შერკინებას. ნახევარდაცვა გიორგი მარგალიტაძე 9, 10 რეზი ჯინჯოლაშვილი, 1 ფრთა პიტერ უილიამსი, ბუბა ნოზაძე ნომერი 12, 13 ყავიკინი ტაბუ, ზურა ნინიძე 14 და ფულბეკად, ანუ იგივე 15 ნომრად იქნება ვაჟა მიკაძე. გუნდის მენეჯერი გიგა ხოჭოლავა, ხოლო მწვრთნელი ირაკლი ნინიძე გახლავთ. ხო, მეც მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, არ დამცალდა მოსალმება, ისე ტემპში დაიწყო ჩვენმა მეგობარმა და უფროსმა ლუკა კილოსონიამ. რა შეიძლება ითქვას ამ ორ გუნდზე ბათუმი კლავინდებურად დომინანტი ჩანს, ესე ვთქვათ, გასული სეზონის შემდეგ ძალიან კარგი პირველი მატჩი ჩაატარეს მათ წიქარას წინააღმდეგ, სადაც უნდა ვთქვათ, რომ უპრობლემოდ გაიმარჯვეს იმ შეხვედრაში. პიტერ უილიამს უნდა გამოყვა აუცილებლად იმ მატჩიდან, რომელმაც არ ვიცი, ფენომენალური მატჩი ჩაატარა, გინდა დაცვაში, გინდა შეტევაში და მოკლედ თლიანად გუნდიც ძალიან კარგი იყო. რაც შეეხება გორის გორს, მათ მოგეხსენებათ აიასთან დამარცხდნენ, სულ რაღაც 6 ქულით თუ რაღაცა, მარცხის წაგების ერთი ძალიან კარგი შტაბში დაჯერეს, კარგი გახსნით თამაში იყო და ძალიან კარგი თამაში. მივიდა მიუხედავად რომ თავიდან ცოტა თამაში, ესე ვთქვათ, შეკრული იყო, ვერ იხსნებოდნენ, მერე ნელ-ნელა ეს პირველი წნეხი რომ მოიხსნა, ძალიან კარგი მატჩი წარიმართა. კარგი ლელოები გავიდა, რაც მთავარია და მოკლედ თვალსასეირო რაგბი ვიხილეთ განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ბევრი რომ აღარ გამიგზელდეს გორის შემადგენლობას წავიკითხავ. გორის სული და გული მიხეილ ორაგველიძე დაბრუნდა ძირითად შემადგენლობაში. ის წინა შეხვედრაში მარკაპიტან შემოვიდა, დიმიტრი ხურცილავა და ირაკლი პურიჭამიაშვილი იქნებიან 3 ნომრად, ვლადიმერ გოგოლიძე გუნდის კაპიტანი, კობა ტატულაშვილი მეორე ხაზში, ვანო ბურდული, პაატა გალდავა და საბა ჟღარკავა იქნება მესამე ხაზში. რაც შეეხება ნახევარდაცვას, ლევან ხუციშვილი და გელა ხელაძე, ფრთებზე გიორგი ჯობავა და დავით თვარაძე, ცენტრში სერგი ჩხაიძე და ნიკა ჩიღვინაძე, რომელიც დაბრუნდა საქართველოში და
გააგრძელებს ასპარეზობას გორის გორში და რაფაელე ტუნინდაუ იქნება 15 ნომრად, ვაჯა სოიტაშვილი მენეჯერი, ლევან დათუნაშვილი გუნდის მთავარი მცველი. რაც შეეხება, მოდი მოგახსენებთ ჩემს კოლეგებზე, გიგა მშვენიერაძე იქნება მატჩის მთავარი მსაჯი, სულხან ჩიხაძე და დავით ბალუაშვილი დაეხმარებიან კიდეებიდან და პაპუნა ჭიქაბერიძე იქნება ვიდეო რეფერი, ტარიელ მარგველაშვილი კოლაბიძია იქნება დელეგატი, მეოთხე მსაჯი მარია მახათაძე, ჟიური იქნება ზურაბ-დოლიძე და ფხიზელი თვალი, ესე ვთქვათ, გელამ მშვილდაძე. მდივანის ყავს ასლან დიასამიძე, იგივე მდივანს კომისარს. აგერ და აგერ ქუთაისური მსაჯთა ბრიგადა ემსახურება დღევანდელ შეხვედრას, ხალხო. და ხო, იდენტური თამაში, ესე იგი, რახან ორი გუნდი ამოვიდა წევანდელ ჩემპიონატში პირველ ლიგიდან, ესე იგი, პირველ შეხვედრაში ბათუმმა წიქარას სლია და იდენტური თამაში, რომ პირველ ადგილოსანი ამოსულ გუნდს ეთამაშა, იგივენაირი თამაში მიმდინარეობს დღეს. აგერ გელა ხელაძე იქნება ბურთით გადაიწყებს ჩვენმა ჩვენიერი საფარია ბათუმში და ვიმედოვნოთ რომ წვიმები ძლიერ არ დაამძიმებს მოედანს და მთელი სეზონის განმავლობაში ბათუმი ითამაშებს ბუნებრივ საფარზე კი მიცა გიგამ ჩვენიერაძე ნიშანი და როგორ ესე ვთქვათ ავანჭურულად დაიწყო გელა ხელაძე მაგრამ ბათუმელები ფხიზლად აღმოჩნდნენ და იგიდეს ბურთი გიორგი მარკალიტაძე ერთ-ერთი მთავარი დანამატი არის ბათუმელთა რიგებში ისე მოგეხსენებათ სტეფან წმინდის ყაზბეგიდან დაიმატა ბათუმა შავლომში აქვს მას არაერთი მატჩი ჩატარებული ასევე ასაკობრივი ნაკრებები და ზურანინიძე აქ ასე რა ხდება ხო საჯისხმა ნეტა არ შემოვა როგორ ფიქრობ ლუკა მე მგონი კი შემოგვივა ცოტა ხანში ბატონო ლევან თუ შეიძლება საჯისხმა დაგვიბრუნეთ აგერ გულთბილიც მისალმება დიდი ხანი არ უნახავს ორ ქუთაისელს ერთმანეთი პაატაკალდავა გიგა კობახიძემ მოინახულეს ერთმანეთი ახლოდან აი ხედავთ კიდის მსაჯს დავით ბალუაშვილს კი ბატონო ეწყობა პირველ სადაც ბურთს ხო გორის შეაგორებს ნახოთ უნდა აღვნიშნოთ რომ გორმა რამდენიმე შერკინებაში აჯობა ქუთაის საიასაც გამიკვირდა და უნდა ვთქვათ სერგი ჩხაიძის მიძალება პირველი კონტაქტი გორელებმა ცენტრში განახორციელებს ბურთს ძელი გადაცემა სწორი გადაცემა უნდა აღვნიშნოთ კი სიტუაციიდან გამომდინარე ლევან ხუთიშვილმა კარგი პასი გაუკეთა აქ თანაგუნდელებს ისევ ლევან ხუთიშვილი გამორჩეული თმის ვარცხნილობით არის ლევანი და არ გამოგვეპარება არსად და აქ როგორც ჩანს თამაშგარე კი ბატონო მეორე წუთზე მივიღეთ თამაშგარე მოინის სენჩი რაც დარწმუნებული ვარ გელა ხელაძეთვის არ იქნება რთული დასარტყმელი რადგან საკმაოდ ძლიერი ფეხი აქვს და ნახოთ ხო, მოედნის სენჩი არის. შერკინება შეეხეს ოსო და დაგეთანხმები წინა თამაშზე, სადაც გორის გორმა გახსნით თამაში სახში ქუთაისის აია საქართველოს 2024-25 სეზონის ვიცე-ჩემპიონი მიიღო. შერკინებაში საბოლოო ჯამში უფრო ძლიერი აია აღმოჩნდა, მაგრამ ეს 14 წუთის განმავლობაში ხოლო ისე რამოდენიმე შერკინებაში მართლაც კარგად მიაწვენ. ძლიერი შერკინება ყავს გორის გოლს. პირველი შერკინება რომელიც და პირველი სამი კულა მოიპოვეს სტუმრებმა ამ შემთხვევაში 10 კულა გახლავთ. როგორც ძლიერი შერკინება ყავთ, აგერ ძლიერი ფეხი აქვს გელა ხელაძეს. გელა ხელაძეს უკაცრავად ხო ამერია. პირველი შერკინება თუ დაინახეს, ოსო კი თავიდან კარგად დადგა და ვერ ვიტყვი რომ რომელიმე მხარემ ძალიან დაჯაბნა. უბრალოდ ვერ გაძლეს და ბურთი ისიც იყო გასული იყო და მე მიგამშვენიარზე ჩემი გამოსახიდან სწორადაც მისცა უფლება რომ ეთამაშათ ბიჭებს. ალბათ მე ისიც დავინახე რომ გორმა ცოტა წნეხი იგზნო მეტოქისგან და ამიტომაც სწრაფად გაიტანეს ეს ბურთი. აბა რაფაელ ტუნდანო სახიფათო აქ ლეგიონერების დუელი ვიხილეთ. აქ ძელდება. უხრა კარგი ამოგდება. რა კარგი ბოჭო აქ. ბათუმელების მხრიდან ინარჩუნებს ბურთს ამასობაში გორი კარგად უტევენ.
გორელები და არ გადაგორების უპირატესობა აქვთ გორის გორს, ნახოთ. რას მოიმოხნენ ჯერჯერობით ხელდახელთ თამაშობენ შეკორება და სავარაუდოდ დააბრუნებს გიგა მშვენიერაძე ჯარიმას. და აი შეინადრის მსაჯის ხმაც შემოგვიდა. ხო, მადლობა ბატონო ლევან. ხო, ეს უკვე ცოტა ასე ვთქვათ განგაში სიგნალივით უნდა იყოს ბათუმისთვის, რადგან ორჯერ დაჯარიმდნენ, რაც და გენ მეორეჯერ ეძლევა შანსი გაცილებით მარტივი პოზიციიდან გევახილოდეს რომ დაარტყას ჯარიმა და 6 ქულამდე გაზარდოს თავის გუნდის უპირატესობა. ამინდმა როგორ გაუმართლათ ბიჭებს, ესე იგი ეს ბოლო 2 დღე რაღაცა უბრალოდ ჩამოაქცია ცა იმდენი წყალი ნალექი მიიღო მე მგონი საქართველოს რომ აღარ დაჭერდება მოორწყვა кайხანი არაფერს, მაგრამ ამ შემთხვევაში მშვენიერი ამინდი გვაქვს ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი თუ შეიძლება ეს ითქვას რომ მზე ამ შემთხვევაში გორს მიანათებს თვალებში. სხვა სუფთას არ აგბო ამინდი გახლავთ. 6-0 დაწინაურდა გორის გორი. მეხუთე წუთის მიწურულს. ბურთის garaში არ გამოვა რაგბი. თუ არ ვწდები სოსო სპორტის ბურთით თამაშდება და არც ერთი არ შეიძლება ბურთის garaში გათამაშდეს. აგერ ბათუმელთა სამწუხარო შტაბი ირაკლინის თაოსნობით და აქ რა ხდება? კარგი ბოჭვა მოხდა ვანებურდუს შუკაკიძისგან და ბათუმა დაიტოვა ეს ბურთი კობახიძე თვითონ მივიდა ორმაგი ბოჭვა. როგორც ცივი შხაპი მიიღო ბათუმა გორისგან. მარგალიტაძე ჯინჭველაშვილი კარგად გაითამაშეს ბათუმელო ტამბუ ძალიან სახიფათოა შევიდა შიგნით ამდენიმე მოთამაშე და ამას პლუს 2 მორკინალი ისევ ბათუმელები მონოტორულად იწევენ უტევენ მაგრამ წინსვლა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს შარვაშიძე რომელიც რუსთავში ასპარეზობდა რუსთავის ხარებში ისევ ბათუმელები კობახიძე ხო მე რამდენჯერ აიღო არა კობახიძე ძალიან აქტიურია მან ჯინჭველაშვილი ტამბუ სახიფათოა ძალიან ტამბუ წამოვიდა ხონიერი არის და ძალიან კარგად შეუძლია წინსვლა და ბურთი ამოვარდა მაგრამ დარჩათ გორელებს საბოლოო ჯამში ხო და აქედან 22-ს გარეთ არიან და ნახეთ როგორ ჭკვიანურად იქცევიან ეს ახლა შეიძლება რომ რაქია და რა თქმა უნდა აქედან პირდაპირ გადასვლა შეუძლიათ სასიამოვნოა რა როცა ხედავ რომ მოთამაშეებმა წესი კარგად გარკვეულნი არიან და თუ მიუხედავად იმისა რომ მარტივი წესია ყოველ შემთხვევაში ეს მაინც შევაქოთ გორის ბიჭები რეზი რა კარგად მიიღო ჯინჭველაშვილმა ბურთი მიხმარება იქ საჭირო ხო რეზი ჯინჭველაშვილზე 1-2 სიტყვით შემდეგ მოგახსენებთ თორე ამის დრო იქნება მარგალიტაძე გაიტანა ისე უჯარი მოთიცავს თავს და შეიცვალა შეტევის მიმართულება მიქაძე ნინიძე სადარი ბურთი საინტერესოა ფოფხაძე თუ არ ვწდები კარგი იყო კიდევანი მარჯვენა ფლანგზე წამოვიდა შეტევა იქვე ახლოში განახორციელეს ფიზიკური დაჯახება არც თუ ისე კარგი გადაცემა ამიტომ მოუწევთ ეხლა ამოწევს ალბათ გორი ხას ასეც ხდება ისე ოდნავ უკან დაიხია ბათუმის კარგად თამაშობს დაცვაში ამ შემთხვევაში გორის გორი ნახოთ მარჯვენა ფლანგზე გადავიდა შეტევას უგზურნა გადაცემა გრძელი სიჩქარე აკრიფეს ბათუმელებმა კარგი თამაში მიდის სხვათა შორის არჩერდება და აქ მაგრამ მოხდა როგორ ჩანს რეზის ხო ეს უნდა მეთქვა რეზიზე რომ ტაოსთან გვახსოვს ჩვენ მატჩი თუ როგორი დაზიანება მიიღო მან ოპერაციის გაკეთება მოუწია ხო, როგორც ჩანს უპირატესობით სარგებლობს ბათუმი, ნინიძე, კარგად შეტყდა, აქეთ იქით წამოვიდა, საბოლოოდ დაიკარგა ეს ბურთი და ბრუნდებით უპირატესობაზე. წინ თამაშის უპირატესობა იყო? კი, და დრო ჩერდება. იმედია, მაგრამ მოხდა როგორც ჩანს. იმედია რეზის არაფერი ჭირს. ხო, რეზიზე ვიძახდი, ოპერაცია დაჭირდა, ცხვირი აქვს, მსგავსი საშინელი ტრავმა
მოედანი შემთხვევით წინ მოხდა ტაოსთან მატჩი ასპინძაში და ამის შემდეგ ზოგადად რიზის გარეშე ბათუმს გაუჭირდა შაშანელ სეზონში, როდესაც ის არისო და თავის მძიმე ტრაუმის ხო რაღაცას თავის მძიმე ტრაუმიდან გამომდინარე მალე დაუბრუნდა ბათუმს და ბათუმი უკვე რეზისთან ერთად საერთოდ სხვა გუნდი იყო და კი ვნახეთ რომ გაახტნენ ჩემპიონები, აქ როგორც ჩანს არაფერი სუფთა დააშკარა იმ რაგში და უნდა გავაგრძელოთ თამაში. თამაშის მეორე შერკინება მე-9 წუთზე. ამ შემთხვევაში ბათუმი აგორებს ბურთს. წინა შერკინება თუ აყურივადევნეთ, გორმა შეაგორა, თავიდან ნორმალურად დადგა, მაგრამ ისიც იყო ბურთი გადიოდა და ოდნავ მერე უკვე ჩავიდნენ ქვევით, რაც ჩაიქცა, მაგრამ კარგად გავიდა საბოლოო ჯამში. ვნახოთ ახლა როგორ წავა ეპიზოდი. დგას და ჯერჯერობით ძალიან კარგად დგას. და საბოლოო დააჯარიმა. ხო და პრაგმატულად იქცევა ბათუმი ამასობაში და ურტყამენ კარისკენ. და შეეცდებიან რომ შეამცირონ სხვაობა სამქულამდე. ალბათ აჯობებდა რომ მეორე მხრიდან გვენახა გამეორება ლუკარას სიტყვი რომ უფრო კარგად გამოჩნდებოდა დარღვევა თურაძე და როგორ იყო ბუბანოზაძე. კიდევ ერთი ძალიან აქტიური და კარგი მოთამაშე, უნდა ახსენოთ ბუბა. რამდენი წლის არის ხო არ გახსოვს? ეხლა 20-ის დაბალი ტრაექტორით გაუშვა და მე მგონი 10. ეხლა უწევდა ოსტომნის სოფლიო ჩემპიონატის ფოთაშორის და ტრაუმის გამო გაასწინა. კარგი კომუნიკაცია. გიგამშველი ერეძისგან მენეჯმენტს ცდილობს მოედანზე. აქ როგორი ესეთი უწყინარი შეცდომა ბათუმელებისგან და შერკინება და შანსი გორს მეტოქის ნახევარზე. მე-10 წუთისთვის მესამე შერკინება ცოტა ბევრი მეჩვენება. ხო, ბევრი. არა და ორივე გუნდი როცა ბურთით არის, უკა ცდილობენ რომ აჩერება გარეთ ითამაშონ ერთი დარტყმა და შემდეგ ცდილობენ რომ სეზონა ეგრეთ წოდებული სეზონაში ბოლო ზონაში აითვისონ სივრცეები, ხო, ის შეცდომა, ხო, ნინძეზე უნდა თქვა რომ წინა თამაშზე ციხარასთან თუ გახსოვს მათიაშმა რო გაჭრა ხაზი საიდან დაეწია თან აუცი ელვისებურად გაიქცა მე მგონია გამოვიდა ძალიან კარგი შერკინებიდან სუფთად ბურთი გორელები ხელდახელად თამაშობენ გრძელი და ბრტყელი კარგი გადაცემა ძალიან აქვს შანსი როგორი ცალი ხელით წარევს მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო შეტევა განახორციელა გორმა თვარაძე გადადევნეს კიდეზე აი მე-12 წუთზე თორცე პირველი დერეფანია სოსო. ჩავიწეროთ ეს. კარგი შეტევა იყო და ეს ყველაფერი კი აი გელახელადის ძალიან კარგი პასი, აი მოჭრი ფინრასელურ პასს ვეძახი მე ამას, ესე სისტრაფეში და სწორ დროს სწორ ადგილას მია. ნაკლებ კაცად ერეფანი უყენია. ბათუმს და როგორი შანსი გაუშვეს ხელიდან ეხა გორელებმა. ეთყობა ეგ ერეფანში ჰაერში მოხვდა როგორც ჩანს. არა, იქ ხელზე ბათუმის არის შედგენილი. ბათუმის არის, არა, მე ხომ მოგების დროს
გადაუვარდა. აუცილებლად ბათუმის უნდა იყოს აი ეგეთი იმოცილა ვერ დაიჭირა. ვერ მოახერხა ბურთის ხელში დამორჩილება, მორიგი შერკინება. ხო, ძალიან კარგი კვაჭია დიმახორციელობა უნდა აღვნიშნო. კარგად ესმის ესე ვთქვათ თამაში, რაც ხშირი არ არის ზოგადად. აკ ბათუმის დომინაცია შერკინებაში, რა თქმა უნდა. ხო, გორი ჩაგრება ბათუმთან. ჯერჯერობით. ბათუმთან ზოგადად დიდაჩი ყველა სუჭირს, საერთოდ დადგომა. რამდენიმე გუნდს თუ არ ჩავთვლით. აბა ბათუმის შანსი მორიგი ქულების აქ ვერ გადაიტანა რეზი ჯინჭველოში და დატოვა ტუნინდაუმ კი ბატონო დატოვა და მორიგი შეცდომა ბათუმელების აკარად ითამაშა რაფაელიმ სერგი ჩხაიძე რას მოიფიქრებს კაცი ჩვენება იყო თვითონაც შეიძლება ბურთიც ამოვარდა მე მგონი და გავა კონცეტება უნდა წაიღოს ახლა აქედან ბათუმმა ოდნავ მორღვეული უნდა იყოს წესით გორის დაცვა ვნახოთ ინჭილაშვილი გრძელი გადაცემა ხო ეს კაცი სახი ბათუა გრძელი გადაცემა კიდევ ერთი წალი ხელით კარგად გაკოჭეს თავგანწირული ბოჭვა გააკეთა იქ მთვარაძემ სხვათა შორის და ახლოში შეყვანა სწორად თამაშობს არაბული ძალიანო შეინარჩუნა და აქ კარგავენ ბურთს მაგრამ კარგი შეტევა განახორციელეს სანახაობრივი რაგბი გვაჩვენმა ბათუმის ბათუმმა უჩვეულო შეცდომა გიორგი მარგალიტაძისგან მაგრამ უნდა აღვნიშნო მანამდე გაგარებული რა მაგრა წამოვიდა ინტერვალში რა კარგად დაინახა ჰენრი ფოლოკისეული შესვლა იყო შეგვიძლია ვთქვათ რა კარგად წავიდა მაგრამ ესე ბურთი რო დაეჭირა გიორგი მარგალიტაძეს და გაეშვა ერთი გადაცემა დარწმუნებული ვარ იგრეზი ჯინჭველაშვილი ერთი პასით მოტეხავდა უკვე მთელი გორის დათვას და პირველი ოცს გავიდოდა მაგრამ უიღბლობა ბათუმის მხარეს ამ შემთხვევაში ხო ისე უკა უნდა აღვნიშნოთ ერთი რამ რომ ჩემი აზრით ჩემპიონი გუნდი უფრო მეტ გულშემატკივარს იმსახურებს საკუთარ ქალაქში ესეთ კაი ამინჩი ხო კი ბატონო მიუხედავად იმისა რომ პარასკევია აიც ალბათ ცოტა უფრო საღამოსაც რო ყოფილიყო თამაში უკეთესი იქნებოდა მაგრამ რაც არის ეს არის ლევან ხუციშვილი და მორიგი შერკინება გავიდა ბურთი შეიღვინაძე აქ შეცდომა და აბა ვნახოთ ბათუმი რას მოიმოქმედებს ახლა ტამბო ძალიან გაუჭირდება გორს ამ შეტევის დაცვა შეინარჩუნეს რაკში ბურთი ხელდახელ უტევენ ჯერ კიდევ წინ ბოჭვა შესრულებულია და აქაც გადავარდა ორმაგი წინ თამაში იქნება ხო ამით გორელებისთვის არაფერი არ იცვლება მაინც ნეხში არიან რადგან ბათუმი აშკარა დომინანტია შერკინებაში დარწმუნებული ვარ ჯერ მიაწვებიან ისინი შეეცდებიან რომ უპირატესობა მოიპოვონ და მერე უკვე ხელით ითამაშონ ზღვისპირელებმა მეხუთე შერკინება სულ ვერ დაიცავენ თავს შორის გორელები მიუხედავად იმისა რომ სივრცეებს კარგად იცავენ მაინც ხელა ტამბუს შეჩერება სისწრაფეში წამოსulis რაღაც ამდენიმე მეც მაინც მოგიგებს აუცილებლად და ზოგადად 22-ში რომ უპირატესობა იკვეთება იქ უკვე მე თავდაცვა ძალიან რთული ხდება აბა ვნახოთ მორიგი შერკინება მიაწვა ბათუმი ჯერჯერობით გამოვიდა გამოყენებისკენ მოუწოდა გიგამშვენიერაძემ ხელდახელ დაათამაშეს მარგალიტაძე რა კარგად შეუტია და ნინიძეს წინვალელო აი ამას ვიძახდი როდესაც უპირატესობას გადაკვეთ უკვე ასეთი კარგი მობურთავე ბიჭების შეჩერება ძალიან რთული ხდება და მშვენიერელო ნინიძისგან რა კარგი პასები გამჭოლი გადაცემები ბათუმელებისგან და 5-6 პირველი ლევო დღევანდელ შეხვედრაში
ამჯერად ზუსტია. გარდასახვა ზუსტია, 7-6 გავიდა მასპინძელი მხარე წინ. გარდასახვა გაიტანა ბუბა ნოზაძემ, ნომერი 12, ანგარიშია 7-6 ბათუმელთა სასარგებლოს. ბათუმი! 7-6 გავიდნენ ბათუმელები წინ. მე-18 წუთი, უბრალოდ უკვე მე-19-ის დასაწყისი, ცენტრიდან განაახლებენ გორელები. კი ბატონო, გელა ხელაძე რომელიც ფოთის აღზრდილია, შემდეგ ლელოში თამაშობდა, ითამაშა ასაკობრივი ნაკრებები და ახლა უკვე წამოვიდა გორის გორში, მეტი სათამაშო პრაქტიკისთვის. Რა თქმა უნდა, არაბულია ესე შენ რო გიყვარს ჭკვიანური მოქმედებები, ის გააკეთა ზუსტად. მარგალიტაძე ეტეთი გამორჩეული 9 დიდაჩი ნოზაძე ხელი წამოვიდნენ. გაკუბარდია, სახიფათოა ძალიან დარჩა ფეხზე. ისევ გორელები ბუბანოზაძემ რა კარგად დააკნია თვითონ წავიდა. ვეღარ გაუგეს ტონიდაო სახიფათოა. კი ბატონო, თამაშგარეს ძალიან გავდა. და რა თქმა უნდა, სულხან ჩიხლაძეს არ გამოეპარებოდა მსგავსი რა. სხვათა შორის მეორე ჯარიმა მე-19 წუთისთვის. ვითომ? არა, 1 2 მე-4 უკაცრო. შერკინება ბევრად მეტია ვიდრე ჯარიმა, რაც აბალანსებს. ვითომ კი. რა კარგი იყო ნოზაძე ერთი დაქნევით მოტეხა წინთან პირველ ხაზელები ყავდა ფურჭამეშვილი და ორაგველიძე და კარგად აუღო გორელთა დაცვის ხაზს და შეტყდა ეგრევე აბა მორიგი შანსი ბათუმს საბა ხონელიძე რომელიც ქუთაისს აიადან შემოუერთდა ბათუმს ორი ქუთაისელი ერთა ორი ხელით მოიგეს ბათუმელებმა და oi ძალიან რთული გაუხტულდებათ ეხა მე მგონი შეჩერება ბურთის არ არის ეს უნდა დავინახოთ წავიდა ძირს ჩაიხურა ხო ვერ გამოიყენეს ის უპირატესობა ბათუმელებმა რაც მოლის სტარტზე ქონდათ თითქოს დადგნენ რელსზე მაგრამ საბოლოოდ მაინც მოახერხეს ბათუმე ვერ შეკრეს ესე ვთქვათ მოლი სერგი ჩხაიძემ სწრაფად დაარტყა და ძლიერად და გადავიდა მეტოქის ნახევარზე აქ სწრაფად შემოგდების შანსი ჯერჯერობით არის კიდევ არის როგორც ეხლა უკვე აღარ შეიძლება ხო დაისტვინა უკვე და ბახონელიძე ისევ ბურთით ორი ხელით არაბულზე მარგალიტაძე ჭინჭველაშვილი ატარტყმა მორკინალები შუკაკიძე ძალიან კარგი მიძალება გამოვარდა ბურთი ახლოში რა კარგად წავიდა ფანტასტიკური გათამაშება აბა კიდევ ერთი ამოგდება ესეც ძალიან კარგია ბათუმელები შევიდნენ 22 მეტრიან ზონაში მარცხენა ფლანგზე ჭინჭველაშვილი ახლოში შეყვანა კარგია რა კარგად თამაშობენ და ნოზაძე ვერ მიწვდა აუ აქ რა მოხდა მეგონი აქ მეგონი ყვითელბარაც გამოგრა ხელი ლევან ხუთიშვილმა რა კარგ რაკს თამაშობს ხო როგორც ჯარიმა მხოლოდ და კი ბატონო და რა კარგ რაკს თამაშობს ბათუმი და რა კარგად მოძრაობს გაგა არაბული თუ დავაკვირდით რამდენჯერ ჩაერთო რამდენი იმოძრავა კი ბატონო და წავედით დერეფანში ხომ მივადევნოთ ბათუმელთა დერეფანს თვალი ორი ხელით შეიკრა კარგად მოლი ატრიალებენ გორელები და საბოლოოდ დაუშალეს მოლი რა კარგად იმუშავეს და ისევ ხო დაცვითი მოლი ძალიან კარგი აქვს გორს უნდა აუნიშნო ლევან დათუნაშვილმა კარგი სამუშაო გასწია პრესეზონზე ესე ვთქვათ
მეორე დარტყმა ერგოთ ბათუმელებს და გადავლენ კიდეზე 22 მეტრიან ზონას მე მგონი გამოცდნენ. ნახოთ ისე შორს იმის და მიუხედავად რომ გეღალ საკმაოდ ძლიერი ფეხი აქვს, წნეხი განახორციელება ბათუმმა, მოგეხსენებათ თორსა თავისუფალია მოძრაობას რომ დაიწყებს დამრტყელი, შენ შეგიძლია დახვიდე და არ მისე დარტყმის, ხო ეს ძალიან ისეთი წესია რა, ბოჭვის გაკეთება არ შეგიძლია, მაგრამ შეგიძლია დაუფარო და არ მისე დარტყმის განხორციელების საშუალება. ორი ხელით მოიგეს უკანა ხაზზე ბათუმელებმა ბურთი, ახლოში შეიყვანეს ნოზაძე. რაქში თვითონ აკონტროლებენ ისევ და რა ხდება იქ? კაცმა არ იცის, სერგი ჩხაიძე დაიუფლა საბოლოოდ. ბურთს კონტრაქტი როგორც ჩანს შესრულდა, სად არის? რა ხდება? აბა შარვაშიძე ამოვიდა ახლოში ხონელიძეს დაიჭირა ბურთი. ტამბუ ცალი ხელით ამოაგდო იქ ინარჩუნებს რა თქმა უნდა. ყობახიძე მარჯვენა ფლანგზე გადავიდა შეტევა ჯინჭველაშვილი, გრძელი გადაცემა ფლანგზე. ნახოთ შიგნით შემოვიდნენ, გააუშვა ხელი წამოდგა, კი ბატონო. ახლოში შეიყვანეს კობახიძე, მარგალიტაძე. აიღე და მიეძალეზე გადავლენ შეიძლება რომ ჩაითრიონ მორკინალები. ხო, გორი სხვადასხვა დიდი ხანია დაცვაშია. ტამბუა კარგად ამოუწია აქ ხელაძემ. კარგი ბოჭვები. აქ ცოტა ფეხები ზევით მომეჩვენა, ნახოთ თვით როგორ ჩანს მშვენიერედესაც ასე მოეჩვენა და დაინახა და აქ სწრაფად გაათამაშეს ბათუმელებმა, როგორც ჭკვიანურა და ბუბანოზაძე. მეორე ლევოს ავტორი პირველ დაქნევაზე თუ კარგი ხაზი გაიჭრა და ჭვავი შეტევა იყო, აი აქ დაქნევაზე უკვე ლელო გაიტანა ბათუმმა მეორე, ხო, აი ასეთ ყუდაცვაში ყოფნა ზოგადად ასეთი დომინანტური გუნდი. თან ასეთი მოთამაშე, ესეთი სკილებით, არ ვიცი. ძალიან რთულია დაიცვა. ლელა ბათუმელთა სასარგებლოდ გაიტანა ბუბანოზაძე, ნომერი 12. ოპ. ნოზაძე კარგად დაინახა იქ цаრიელი ადგილი და შევიდა და მიწა კიდევ ერთი ლელო 12-6 უკვე არ უნდა გაუჭირდეთ აქედან გარდასახვის საღებაც ბათუმელებს და 26 წუთისთვის უნდა გახდეს გახდა უცნაური ტრაექტორი გურტყამს ეს კაცი დაბლა დაუწვინა ფეხი და ისე ქვევიდან დაარტყა ბუბანოზაძე გელა ხელაძე განაახლებს თამაშს წინ და შორი დარტყმით გადმოდიან ბათუმელები ჯობავა ხელაძე მაღალ აბრაგანს სწევს არაბულია თუ ისე დამაჯერებელი იყო მაგრამ რეძი ჯინჭულაშვილი ადგილზეა ხო კი და ვიტკენ მიდიოდა რეზი მარგალიტაძე გადავიდნენ კიდეზე საბოლოო ჯამში ხო ხო როგორც ჩანს სტრაფი შემოგდების ხო არასწორად შემოაგდო პასი გაუკეთებია
და მორიგი შერკინება. ხო, სხვა შორის კაი დრო გავიდა რას ბოლო შერკინება. მე-15 წუთზე იყო და მთელი 12 წუთი შერკინების გარეშე. ეგრე არ უნდაო და ჩანს და მარგალიტაძე შემოგდებამდე მოძრაობა 10 მეტრი ჩავიდა ხო რა ყოფილა წინ პასი როგორც ჩანს მაღალი აბრაგანი აწია ამასობაში ჯინჭველაშვილმა და საბრძოლო ბურთია საბოლოო ჯამში გორელებს რჩებათ ინარჩუნებენ ბურთს და ლევან ხუციშვილი ორაგველიძე ნუ გამოყენებისკენ მოუწოდებს მშვენიერაძე მაღალი ფეხი საბრძოლოა მიყვება მთვარაძე ვინ იქნება პირველი ამ ბურთზე ნოზაძე ჩაუვარდა საბოლოოდ წინდა შორი დარტყმით 22 წლიანში შეაგდეს ბურთი ბათუმელებმა და აქედან ხელით მოაქვს ჯობავას სახიფათოა მაგრამ რისკა და ეს ხიფათი გაანეიტრალა ფოფხაძემ შირგვინაძე წამოვიდა იქ აწუხებს რაგში ბათუმი და სწორადაც იქცევა საბოლოოდ ხელაძე გძელი დარტყმა მშვენიერი დარტყმა გამოუვიდა ნაკლებკაცა დერეფანი უფრო სწორად დააყენეს ბათუმელებმა. ხო, ცოტა ტემპი დავარდა თამაშის, უნდა აღვნიშნოთ უკა. ტექნიკურმა წუნმა იმატა. ორი ხელით მოიგეს. ხო, არაბული მე საუკეთესო მგონია ამ ნახევარ საათის განმავლობაში. ვახ, როგორ მოიპარა მარგალიტაძე. მარჯვენა ფლანგზე უხრო კარგად თამაშობენ ამ შემთხვევაში ბათუმელები. ხო, კედელი გაითამაშეს ესე ვთქვათ. და დაიწვეს ბურთი საკუთარ ლელოსში გორელებმა გახადეს უქმი და იქნება ლელოს ხაზიდან განახლება. ნელა ხელაძე ხო დიდი ხანია. გორს არ შემოუთავაზებია რაიმე წვავე აბა ნოზაძე. და დააწოდა მიქაძეს ცოტა მაღალი პასები მოუვიდა ბათუმელებს. ლიამსი სახიფათოა გაიქცა რამოდენიმე და შიგნით მიყოლაც ნახოთ რა ხდება. ხო, საინტერესო მომენტია ცოტა კადრი გაგვექცა ხო და არ ვიცით. ჯერჯერობით სააჯები დუმან როგორც პირამიდებიო ერთ სიმღერაშია. აბა ვნახოთ გამეორებას ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ გორელების რეაქციითაც თუ გამგავლით ეთყობა არ არის წესის დარღვევა. ეთყობა პასი დაბლა წავიდა და მერე ფეხი მიატყეს. მოусმინოთ თუ მსაჯებს. თუ გვეტყვიან რამეს. ხო არა. სასარგებლო გაიტანა გიორგი შუკაკიძე, ნომერი 6. 33 წუთზე უკვე კიდევ ერთი ლელოთი დაწინაურდა ბათუმის ბათუმი. ხო, ვილიამსი უნდა აუხნიშნოთ რა კარგი იყო. ვერაფერს დაუწუნებ, აი აქ შევიდა, იქ გაუცუდდა ოდნავ ბოჭვა. ხო, აქ შავს მოხდა ხელზე, შემდეგ ფეხი მიარტყა შუკაკიძემ და გაიტანა ლელოს არაფერი არ ემუქრება ამ გადმოსახედით. გარდა
გასახვა ზუსტად შეასრულა უბან ოზაძემ და ანგარიშია 21-6 ბათუმელთა სასარგებლოდ. განაახლებენ გორის გორი შეხვედრას არეკნით ცენტრიდან 21-6 უკვე 15 გოლიანი სხვაობით არის შარშანდელი ჩემპიონი წინ. აბა გელა ხელაძე, ხომ ბათუმა იგდო უპირატესობა. იმ გაშვებული 6 ქულის შემდეგ მაღალი დარტყმა. აქ რა კარგია. ვარ ვწდები ფოფხაძე. კობახიძის არყმა. უკეთესი პოზიცია შეიქმნეს და გორმა დააჯარიმა ამასობაში ჟღარკავა. იმედია გაგვიმეორებენ. ხო, ალბათ კარში დარტყმაც შეიძლება, იმიტომ რომ არა. ჩვენს არა. წავიდნენ დერეფანში გორელები ვნახოთ. მოლით რა შემოგთავაზებენ შიდა ქართველები. ხო, აქ 13 ნომერი, როგორც ჩიღვინაძე გადის. მისთან სავარაუდოდ ლაშა დონაძე უნდა ჩაერთოს. ხო, თითქოს არაფერი არ სტკივა. ორა ვერ მოიგეს საკუთარი დერეფანი და ძალიან მნიშვნელოვანი დერეფანი ადგილას დაკარგეს გორელებმა დიდი შანსი რომ რაიმე მოემოქმედებინათ. ჯინჯულაშვილი გადადის წინ, რომელიც არ ტოვებს მონის ფარგლებს და გორელები წამოვლენ კონტრშეტევაზე. აქ გარეთ შეიძლებოდა მაინც გააკეთა ეს გადაცემა, ჯობავა სახიფათოა წავიდა შემორბენზე, მაგრამ არა მიქაძე ფხიზლად არის. კარგი კონტრაქტი თითქოს ბათუმელებიდან ხელით არ უნდა ითამაშონ ხუთი დარჩათ ბურთი საბოლოოდ. ორაგველიძე მიხეილმა შეინარჩუნა ბურთი. ზურგს უკან. ისევ ხელ და ხელ. კარგი გადაცემა, თვარაძე ყავს მიყოლა, ბურდული. სულ მოძრაობების მთელი კასკადი და საბოლოოდ შებოჭეს. ციშვილია კალდავა თუ ჟღარკავა. მარცხენა ფლანგზე გადავიდა შეტევა, კარგი კონტაქტი იქ 22 მეტრიანში შევიდნენ. როგორც ხარტად გადახდა რა. ახლოში, ნინიძე შემოსულა როგორც ჩანს. ძალიან გამოცდილი ტუნიდაუ. ხუთიშვილი. ხო, ცოტა დაიკარგა გორის შეტევითი სიმწვავე. ის აღნიშნოთ რომ ბათუმი კარგად თამაშობს დაცვაში. და რაკიდან გადაუვარდათ ბურთი. ხო, ვფიქრობ გორმა უნდა დაარტყას კარში, რადგან გატანის შემთხვევაში 12 გოლზე შემცირდება სხვაობა და ჩვენ ვნახეთ თუ აიასთან მატჩი რა კარგად გაიხსნა თამაში მეორე ტაიმში და რა კარგი დებოები შემოგთავაზეს. იმის და მიუხედავად რომ დღეს გუნდის კაპიტანი და ლიდერი ნიკა ბიძაძე არ ყავთ, მაინც ამის და მიუხედავად ყავთ თამაშები როგორც ტუნიდაოა, ასევე ჯობავა, ვისაც შეუძლიათ ინდივიდუალურად თუ დარჩებიან ერთ-ერთზე მეტოქესთან შექმნან საფრთხე. მაგრამ ვფიქრობ მანამდე ქულების აღება აუცილებელია, კი ბატონო, როგორც ჩანს სადგამით შემოუტანეს, მაგრამ მეგონი გადაიფიქრეს. არა, აი მაინც დერეფანში მიდიან და შეეცლებიან რომ ლელო გაიტანონ. ჯობავა, რომელიც ხვამლის აღზრდილია და სწორედ ხვამლიდან შემოუერთა. გორის გორს, ხვამლი კი თავის მატჩს მეორე ტურში გამართავს არმიის წინააღმდეგ სტუმრად რაგბი პლატოზე.
17 საათსა და 0 წუთზე ეს მატჩი კვირა შედგება. ხო, სხვა თამაშებზეც რო ვისაუბროთ, აია ყაზბეგს დაუპირისპირდება ქუთაისში, აია არენაზე, ქუთაისშიც ბრუნდება რაგბი, ესე ვთქვათ, პირველ ტურში არ ყოფილა. აია არენაზე მატჩი, აია ყაზბეგს მიიღებს. 19 საათზე იქნება ხვალ უკვე წიქარა და არესის დაპირისპირება ავჭალის სტადიონზე, როგორც მოგახსენეთ, არ მიახვამლი იქნება კვირას. 17 საათსა 0 წუთზე მივადევნოთ გორელებმა მოიგეს ორი ხელი და კარგად აწვევიან თითქოს მიცეს ბიძგი ხურცილავა აკონტროლებს ბურთს მოლის ბოლოში იცვალეს ღერცი და აქ არაბული როგორ თამაშობს დააკვირდით პირდაპირ ბურთზე მივიდა მაგრამ სად არის ბურთის ძალიან საინტერესოა არის გამოჩნდა ბატონო და სად არის ბურთი და ტაკულაშვილი ვერ მიწვდა ჩათვლის მოედანს და კი ბატონო გაიტანა ვინ გაიტანა მიხეილ ორაგველიძე გუნდის სული და გული ვეტერანი ესე ვთქვათ რომელმაც ლომისწვლილი დაიდო გორის უმაღლესი აღზევებაში გასულ სეზონში და 21-ით 11 მაინც ესე ვთქვათ ჯიუტად წავიდნენ დერეფანში და გაიტანეს ლელო რა თქმა უნდა ლელო ჯობია ხო, ხარები ლელო დახურავს მეორე ტურს, რომელიც ხარები არენაზე გაიმართება. აი ესეც ძალიან საინტერესო დაპირისპირებაა ტრადიციულად ხარები ლელო, ესე ვთქვათ, ყოველთვის კარგი თამაში მიდის. შაშანაც ორივე თამაში ძალიან თვალსასეირო იყო და დარწმუნებული ვარ, წელსაც იგივე იქნება. ხო, აქედან. ლელო გოლეთა სასარგებლოდ გაიტანა მიხეილ ორაგველიძემ, ნომერი 1. დარტყმა თითქოს რა კარგად წავიდა და ზუსტია. 21-13 მხოლოდ 8 ქულა სხვაობა. ნუ ნახოთ ამ ერთ წუთში რაიმე თუ შეიძლება. ზუსტაჩიასოა კელა ხელაძე ნომერი 10. აგარშია 21-13 ბათუმელთა სასარგებლოდ. რედი ჯინჭველაშვილი განაახლებს. ბურთს თამაში. ამოკან ინზე. თქვენს ეკრანებზე რომელმაც არაერთ სეზონი გაატარა ბათუმში და რა ბოჭვა მოხდა აქ ბურთს და აქ მოიპოვა. ბათუმას დაკარგა ეს ბურთი და მაინც მიიღო ბათუმას შანსი. კიდევ წამოიწყოს შეტევა, ხო? შერკინება იქნება მათი. აბა ნახოთ. გაზდის ისევ თუ არა ბათუმი უპირატესობას. დრო გასულიაო როგორც გიგამ შვენიარაძე გვამცნო. რა თქმა უნდა ბათუმი ეცდება რომ მიაწვეს ჯერ მოიპოვოს უპირატესობა. როგორც ჩანს ორივე ძირს წასულა. როგორც ჩანს საფარი ცოტა გაფუჭდა. არა, რაღაც შეიძლება ფეხი არ უდევს კომფორტულად იქ პირველ ხაზელს და მოედნის ოდნავ შეცვლა ასთხოვეს ბატონ საჯს. ხო, ალბათ იქით ამ მხრიდან ჯობდა ისევ გამეორება. თორე იქიდან ჩავარდა შერკინება. აბა ხო მოგინდა შეკინებ დიდი ხანი არ ქონია. არა. და მე კი ბატონო მიიღო მაინც ბათუმა უპირატესობა აშკარად. ნოზაძე ახლოში ტამბუ გადაუვარდა და იქნება ჯარიმა. განზე გავიდა აშკარად გორი იმპაქტის შემდეგ მარცხნივ და სწრაფად გაათამაშეს აქ მარგალიტაძე. ოუ რა მაგარი ბოჭვა გალდავაზგა, მაგრამ ხონელიძე ფეხზეა. უპირატესობა არ აქვს როგორ ჩანს.
სად არის ბურთის საინტერესოა და დააჯარიმა გორმა. ამასობაში მოკლედ იჩქარა მარგალიტაძემ უნდა აღვნიშნოთ. და რა თქმა უნდა ხელაძემ დაასრულა პირველი ტაიმი შევისვენოთ მოთამაშეებთან და 8 ქულა მხოლოდ სხვაობა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს მეორე ტაიმში შევისვენოთ. დარჩით ჩვენთან.
და გიბრუნდებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დიდი 10-ის მეორე ტურის გათამაშებით, სადაც პირველი შეხვედრაა და ბათუმის სახლში გორის გორს მასპინძლოს, პირველი ნახევრის შემდეგ 21-3 8 სხვაობით არის ბათუმი წინ მე ლუკა კილასონია და იოსებ ჯაფარიძე ვართ თქვენთან ერთად დღეს და კიდევ ერთხელ შეგხვდებით სხვათა შორის. კი ბატონო, ხომ ღამის ეთერში შავი ლომის თამაში გვექნება დღეს პირდაპირ ეთერში მეორე ტესტ მატჩი იტალიური ტურნედან. ხო, რა შეიძლება ითქვას პირველ ტაიმზე? მცირე, ასე ვთქვათ, უზუსტობები დაიწყო ბათუმმა პირველი ტაიმი, რითაც ისარგებლა გორმა და ორი ჯარი გაიტანა, იქ-7 0-ს ამარცხებდა სტუმარი გუნდი მასპინძელს, მაგრამ შემდეგ ბათუმმა იპოვა თავის თამაში და თავის ელუსებურის შეტევებით 3 ლელო გაიტანა, 3-ვე გარდასახა ბუბანოძაძემ. ხო, რაც შეეხება ერთი საპასუხო ლელო გაიტანა მიხეილ ორაგველიძემ, რაც ასევე გარდასახა გელახელაძემ. მოკლედ 21-13 8 მხოლოდ სხვაობა და რეზინჭელოშმა განაახლა თამაში. და აკრიტიკა ეგ ეწოდებულ მესამე ზონაში, გაუჭირდა თვალადეს ამ ბურთსაღება და გელახელაძე არც თუ ისე დიდი წნეხი დაადო ბათუმმა. ამ მომენტში არ და საკმაოისი დრო ქონდა ამისთვის. მიქაძე რეზი კარგად ამოწია ბურდულმა, ნინიძე ძალიან სწრაფია. ნატოვებინეს ბურთი. კეთ მიქაძე ტამბუ სახიფათოა ძალიან თუ აკრიფას ისწრაფე, გაითავისუფლა ხელი. ვილიამსი ხო, სად გაძრა და მიყოლაც იქვეა. კარგად თამაშობს კი ბატონო, ძალიან ეპიზოდის გმირი გადაარჩინა საკუთარი გუნდი, ხოლო აქ ლევან ხუციშვილმა 22-შია გოლი და შეუძლია პირდაპირ დერეფანში გავიდეს შესაბამისად, მაგრამ ერთ დარტყმას განახორციელებელი იმისთვის, რომ გაიუმჯობესონ დასარტყმელი კუთხე, ის ჩათრეული მოთამაშეებიც ადგენენ რაკიდან 9 ნომერიც ჩათრეული იყო შესაბამისად და ახლა უკვე უკეთესი პოზიციიდან დაარტყამს გორი ხელაძე. საკმაოდ კარგად უტყამს და აქ უთამაშდა, რა თქმა უნდა, სწრაფად უნდა შემოეგდო და შემოაგდო კიდევ ჯინჭევაშვილმა. მიქაძე წამოვიდა, გაშალა ნაბიჯები და იპოვა სივრცეები, როგორ აჩქარდა. ხო, კი. ძალიან წინ იყო. შეიძლება ვთქვათ. აქედანვე არ გამოიპარა საჯებს ეს მომენტი და შეკინება, მაგრამ ვაჟა მიქაძემ როგორ იპოვა სივრცეები. ხო, ალბათ ჯობდა რომ ფეხითაც თამაშიც არ იქნებოდა ურიგო უილიამსისკენ, რა კარგადია რა. ხო. 1.6 მეტრით. და მორიგი შეკინება. ხო, მიხეილ ორაგველიძე გადავიდა როგორც ჩანს 3 ნომერის პოზიციაზე და რატი სამყურაშვილი დადგა პირველ ნომერზე, რომელიც შემოვიდა შესვლაზე. პური ჭამიაშვილმა დატოვა შესაბამისად მოედანი. მოკლედ მიხეილ ორაგველიძე 10 ნომერზე რო დააყენო, ყველგან ითამაშებს. ხო და გასაოცრად კარგად გაშერკინება, ძალიან კარგი ბურთი გავიდა. და დაბალი ტრაექტორიით გადმოვიდნენ ფეხით წინ მოწინააღმდეგის ნახევარზე გორელები. საკმაოდ უხერხულად დაარტყა. სერგი ჩხაიძემ ნინიძეები ჯახი ვიხილეთ ახლა. რატოშლი სერგი ჩხაიძე არ უცხელებს, მაგრამ აშკარად მიწაზე იყო. თასული იდაყვებით იქვე იდგა. მშვენიერაძე და ჯარიმა ერგო ბათუმს. რეზი ჯინჭველაშვილი, როგორი შორი დარტყმა და როგორი ხარისხიანი რეზისგან. მორიგი დერეფანი მოწინააღმდეგის 22 მეტრიან ზონაში ბათუმელების შემოგდებით, ბოლო კაცი რაშიფრეს აქ გორელებმა და ხელი შეუშალეს, საერთოდ კარგი კონჩეტევა გორელებისგან თვარაძე არა და თეთქოს ხელითაც შეიძლებოდა, მაგრამ საწავეა ბურთი. პირდაპირ გადავიდა კიდეც და იქნება დარტყმის ადგილის გასწვრივ. ეს კი ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი სულხან ჩიხლაძე. რა ხალხი თქვენ ჩვენს ტელეეკრანებზე.
რაგბის კავშირის ჩვენი თანამშრომლები. გამარჯობათ ხალხო. ხო, ვინც არიცნობთ, კოჩა მაჭავარიანი გახლავთ. და მიშა ხარატი. და მიხეილ ხარატი. კომისრების უსტაბაში და მარკეტინგის თუ არ ვწდები, მიხეილ თუ შემეშალა მაბატიე. არასწორი შემოგდების გულისთვის კი დაუბრუნდებით ჩეხვედრას შერკინება აიღეს აქ გორელებმა და ცოტა გამიკვირდა. ნუ საკუთარ შერკინება სხვა შორის კარგად განან. კარგად განან და ხო, ბათუმი როგორც ჩანს თავის შერკინება უფრო კარგად აქვს დამუშავებული და მაგრად აწვევიან. დარწმუნებული ვარ ახლა გორი მაინც სწრაფ გატანაზე გააკეთებს აქცენტს და თავის კარგ ხაზის მოთამაშეებს, მაგრამ თუ გაიტანეს კარგი შერკინება გამოუვათ კი ბატონო. აქ ძელი გადაცემა სერგი ჩხაიძე ფეხს უთხამს. ძელი და ძლიერი დარტყმული წინ, არა. ადგილზე არიან ბათუმელები. ნიკაძე მივიდა ჩხაიძეზე და დახვდა ჩხაიძე. კარგად დახვდა სერგი. მიუხედავად იმისა, რომ აქ წესის დარღვევა არანაირად არ ყოფილა, მაინც ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ გამართული შევიდა სერგი. კიდევ გავიმეორებ, რომ წესი მას ბოჭვის დროს არ დაურღვევია. ხო, ბოჭავი იყო და მეორეჯერ დაჯარიმდა სერგი ჩხაიძე ხოდა შორის. ბოლო მონაკვეთში და რეზიჯინოშვილი კვლავ ხარისხიანად ურტყავს ძალიან. გამეორებით. ხო, რა თქმა უნდა, ბოჭავია, სერგი ნათლად არ გამოსვლებია. როდესაც ძირს წავა, მაგრამ სხერით რომ გაუშვა და მერე ჩახვიდა ისევ ბურთზე. აკუბარტია არაბული. ძიმე მორკინალები, ძიმე მეორე მესამე ხაზელები თუნელთა. 46 წუთი ამასობაში. და ხონელიძე ბურთით. აქ ორი ხელით. კარგი მოლი შეკრა ბათუმა. გამოიყვანა ორაგველიძე, კარგად ძალიან კარგად შოიდან გამოვიდნენ ამ შემთხვევაში ბათუმელები და ხო დაცვის მოლში ძალიან მაგრამ მუშაობს გორი უნდა აღვნიშნოთ. ნამდვილად. კარგად აქვს ნამუშევარი მოლში. გორელებს როგორც დაცვით ასევე შეტევა. ხელაზე. ნუ თავისუფალი იქნება, ისევ ბათუმის იქნება ეს შეტევა. 10 მეტრიანამდე ამოვიდა ხელაზე. მორიგი დერეფანი ბათუმელების შესრულებით. ორი ხელით მოიგეს პირველ კაცზე ბათუმელებმა, მარცხნივ გავიდა, შეტევა ჯინჭულაშვილი ახლოსში შეყვანილი ოკუპარტია, წავიდნენ წინ კარგად, ისევ მარცხენა ფლანგზე გადავიდა შეტევა. ხელდახელ მიდის, წაიღო არაბულმა კარგად ბურთი, შეატრიალეს შეტევის მიმართულება, ნოზაძე გრძელი გადაცემა. რა კარგი მომატყუებელი მანევრი და შიგნით შესვლა ბათუმელების შესრულებით, ბურთი ისევ მათ აქვთ. აქ ბურთუმა რაღაცა იტკინა. დაკარგეს და კარგი ფეხი გორელებისგან, ტამბომ ჩაასწრო, ჩავიდა, აიღო ბურთი. დაიგრძელებს აქ რაქს მარგალიტაძე ბოქსით, საბოლოოდ მაღალს დაარტყამს და საბრძოლოს. აქ ტრავმა არის. რა კარგია. რა მაგარი ბოჭო აქ ხაზისგან. მაღალ ბოჭოზე აპელირებენ. გორელები, ტრავმები წამოვიდა უკვე. აი ეს ბოჭვა. ხო, კარგი ბოჭვა იყო. ხო, ეს
ვერ ჩავთვლი მე ყოველ შემთხვევაში არ მგონია წესი დარღვევა იყოს. თითქოს მიწაზე იყო ხო და წავიდა ბოჭავიც და მოხრილი. მოხრილია და ვერ იტყვი რომ სორი ახსნა განმარტება მისცა ახლა ამ შემთხვევაში კი გამშერინებ მშვენიერაზე. თქვენ თვითონ დააკვირდებით ქვევით მიდის ორივე. კიდევ ერთი შერკინებით განახლდება შეხვედრა. შერკინებს ვერ ვიტყვი რომ ცუდად მიდის პირიქით. შევაქებდი ბიჭებსაც და მსაჯებსაც. ხო, ჯობავა, სუნკურნალეს და დაუბრუნდა თამაშს. აღარ ვთქვათ მეგონი შერკინი. არა, მელოდებოდნენ გაწელეს რომ ჯობავა მანამდე ამდღარიყო და შეერთებულიყო გუნდს. ხო, რეზი მარგალიტაძე ჩემოსულა ამასობაში. ეს კი ბატონო, ნამდვილად. ვერ გაუძლო წმერს ეხები მარგალიტაძე. ძალიან შორს და ჩავარდა. ხო, როგორც ჩანს მეორე ტაიმში სურათი ცოტა შეიცვალა შერკინებაში, თუ პირველ ტაიმში ძალიან დომინანტი იყო. ბათუმი მეორე ნახევარში ამ 11 წუთის განმავლობაში იგივეს ვერ ვიტყვი და კარგი შანსი მიიღო აქ გორმა რომ კარგი პლაცდარმი მოიპოვოს შესატევად, რამდენად გამოუვიდა და ხელაძე არის წყინვალე. უბრალოდ საიდან სად დაარტყა, მოკლედ დღეს უნდა თქვათ რომ მათი ნომერები კარგ ფეხს ურტყამენ. და ზოგადად დიდაჩი ძალიან დაიხვეწა ფეხით თამაში. ხო, აი თუ დააკვირდით იქ თეთრი სამი ნომერი ძალიან შლის ფეხს და მე პირდაპირ წვება მიწაზე, რაც წესის დარღვევაა და დაჯარიმდნენ და ნუ სიტყვებს გავიმეორებ ძალიან კარგად გადაიტანეს ფეხი გორელებმა, საკმაოდ დიდი მოედანი მოიგეს და თუ ბოლო ლელოს გადავხედავთ, სწორედ უფრო ახლოს იყვნენ ლელოს ხაზთან. მაგრამ მოლით მაინც მოახერხეს ლელოს გატანა. ვნახოთ აქვს თუ არა შანსი? არა აქვს. შუკაკიძე სახიფათოა პირდაპირ კონტაქტზე მივიდა, მაგრამ ჯობავას ძალიან ტექნიკური და კარგი ბოჭვა. ხუციშვილი გოჟდება ბურთებზე არა ლუკა. კარგი ბიჭია ძალიან. მებრძოლი ბიჭია ძალიან. ტამბუ. აბა მიქაძე. ლიამსი სახიფათოა წავიდა ინტერვალში. თვალაძემ შებოჭა მიქაძე. ბურთი ამოაგდო. ნუ დააგორ კარგად ითამაშა არა, ტექნიკურად ძალიან. აქ შეცდომა, მაგრამ ჯინჯოლაშვილი და უნდა რაკი ჩამოყალიბდა. 22-ში ხართო მეუბნება გიგამშვენია და რაც იმას ნიშნავს, რომ მე მგონი თვითონ გადავლენ ფეხით, კი ბატონო. დატოვა მოედნის ფარგლები, კი. და ერეფანს მოაწვის სადღაც 10 მეტრიანი წყვეტილ ხაზთან. გორის გორი. ხო, გორმა უნდა მოიგოს ერეფანში ბურთი, რამდენიმე მნიშვნელოვანი აუტი ვერ მოიგეს გორელებმა. პირველ ტაიმში გვახსოვს ჩვენ 5 მეტრიანში წეღანაც ოლმეტოქის 22-ში ვერ მოახერხეს დერბის მოგება და სწორედ ალბათ ამიტომაც შემოდის ახლა რატი ჟორჟოლიანი ის დერეფანში ძალიან კარგად არის გაწაფული. თორნიკე ბუტაშვილის სკოლა გამოვლილი ესე ვთქვა ლეოში და გამოცხადებელიც არის, მთავარი ფტომელიც არის და მოკლედ ვფიქრობ მის შემოსვლასთან ერთად გორის დერეფანი უნდა დაალაგდეს წესით. ხო და კობა ტატულაშვილი გავა. მოედნიდან. ნუ სავარაუდოდ პაატა გადავა მეორე ხაზში, პაატა გადავას არაერთხელ უთამაშია ასაკობრივ ნაკრებში მეორე ხაზის პოზიციაზე, მეორე ხაზში. ლევან დათუნაშვილი ჩამოვიდა ქვემოთ. ნუ ასე დონაზესაც ვხედავთ. ასევე როგორც ჩანს ჯობავას.
53 წუთის მიწურული 21-13. ნუ საკმაოდ დაძაბული თამაშია და ისეთ სანახაობრივიც. ორი ხელით მოიგეს გორელებმა არც თუ ისე კარგად და საბოლოო ჯამში ბათუმელებს დარჩათ ბურთი. აბა ფოფხაძე ბოჭვას ასრულებს აქ ნინიძე. მარგალიტაძე სწრაფი პასი, ჯინჭველაშვილი გარეთ ნოზაძე, ერთი პასი. ვილიამსი მიიღებს, წავა თვითონ აიყვანს კაც და მერე გადასცემს სავარაუდოდ და რა ბურთი ვერ აიღეს აქ ბათუმელებმა. 100%-იანი ლელო იყო. კი, 100%-იანი ლელო იყო და რა კარგი შეტევა იყო აქ. ხო, აქ რაღაცა მცირე უთანხმოება, მაგრამ არაფერი. ისეთი რა მაგარი შეტევა იყო ბათუმისგან. დასანანევ სულ გული მწყდება ხოლმე ასეთ შეტევების ვერ დასრულებაზე. დასაჭერი იყო რა? კი, რა თქმა უნდა. ფლომასტერი ხატია რა, უკან 15. დიდი 10-ის პროფესიული ლიგაში. ხო. მოვიტევეთ ბიჭებო, მაგრამ ეს შემდეგ თამაშს უნდა გამოასწოროთ. ალბათ სავარაუდოდ ვერ მოასწრეს ნომრების დაბეჭდვა. ხო, სულებზე ჯერჯერობით სეზონის მეორე თამაშისთვის. აბა ვნახოთ. რას იზავს ამ შერკინებაში გორი? სწრაფად გაიტანს ბურთს, რა თქმა უნდა. გაატანინებს. პატივცემული მშვენიერაძე, ნინიძე, ფეხი, მაღალი, საბრძოლო და რა კარგად მიყვება აქ თვარაძეა თუ არ ვწდები, ვინ აიღებს ამ ბურთს ხაიძე. მაგრამ არ გავარდნიათ წინ მე მგონი. იქვე გიგამშვენიერაძეს შიგნით შემოწყდა და კარგადაც შეინარჩუნა ბურთი. საბოლოო ჯამში თვარაძე, ნინიძე რა კარგი გათამაშება. აიღო ბატონო. კარგი ტექნიკა. და ამოიღო აქ აკუბარდი ამ ბურთი რა კარგად დაждდა. აკუბარდი ამ ბურთზე და ძალიან მწვავე შეტევა შეაჩერა გორელების. ახლა არა, აუშიო გადავამერე. ახლა არა. მალე მოვიტანოს ბურთი რა. კარგად გადააგდე მაგით. და მეორებაზე აი ვნახოთ, ნუ აქ იზოლირებულია რა თქმა უნდა და დაასწროთ ჩასვლა. შემოვიდეს შეცვლა. 9 ნომერი შავიცვლებ. რეზი ბროძელი ძალიან გამოსწილი 9 ნომერი, ასევე გიგა ქუცნიაშვილი. საერთოებიან მატჩი ორივე ტაოდან შემოუერთა. გორს ლევან ხუთიშვილმა კარგი მატჩი ჰქონდა, უნდა ვთქვა. კარგი ბიჭია ლევანი, მადლობა უნდა გადაუხატოს მას ახლა გორმა, კარგად ითამაშა ნამდვილად. და მიშიკოც სტოვებს. ორა გოლი ძეც. ამ კაცმა მეტი რა ქნას ახლა. 10 წლის არის რავი. 40-ის სავარაუდოდ 39-ის. აქ ორი ხელი წინვალედ მოიგო ფოფხაძემ. ფოფხაძის ნაირი მოთამაშე დერეფანში ძალიან დიდი ფუფუნება აქვს. მარგალიტაძე გაიტანა. ნოზაძე ზურგს უკან ჯინჭველაშვილი, ისევ ზურგს უკან ცუდი პასების თელი. და ვერ შეინარჩუნეს, ორმაგე წინ თამაშის გამო კიდევ ერთი შერკინება იქნება. კი ბატონო და შერკინება ახლა. გორის გორს. ლევან დათუნაშვილი. ახლა კადრით ჩვენს და დათავობჟანიძე იყო გორის ფიზმიზმადების მწვრთნელი, ასევე 18 წლამდე ნაკრებში მუშაობს. მორგი შერკინება 58 წუთი გახლავთ, გორი შეაგორებს შერკინებაში კურსს, სავარაუდოდ კვლავ ეცდება რომ სწრაფად გავიდეს ბურთი. დადგა შერკინება, თან კარგად დადგა, უნდა აღვნიშნო, ასეთი შერკინება არ ყოფილა. სანატრელია კი ბატონო. თამაშს არ ყოფილა მე მგონი, სერგი ჩხაიძე. კარგი კონტაქტი ძლიერად დგას იგი ფეხზე, ბურთს ინარჩუნებს, მე აიღო გაუშვა და შეინარჩუნა ისევ. რაკიდან კი გამოვარდა ბურთი, მაგრამ იყო შეხეს გორელებმა და სწრაფად შეინარჩუნეს ბურთი. ხო, აუთამაშდა. ბურთიანი უკეთებდა ბოჭვას, მე მგონი მოწინააღმდეგეს ასევე. ბურთს აუთამაშდა, რამაც უპირატესობა მისცა დაცვაში გორს და კონტრაქტში.
კონტრაქი, მაგრამ დაიცვა გორმა ეს ეპიზოდი. აქ ამას რაღაცა მოყვება აუცილებლად. გაუტანა ბროძელმა, ხელაძე გამოზომილი დარტყმა თითქოს, მაგრამ ძალიან კარგი კონჩეტების შანსი მიიღო ბათუმმა სახიფათოა ვილიამსი. მაგრამ არიან ახლა გორელები და არ უნდა მისცენ. დავახ წამოიღო კი ბატონო და ნინიძე რა კარგი შანსი მიიღო თვარაძე მიყვება და უქნია ხო ნარავას ლელო გამახსენდა ზელანდია აფრიკის თამაში და ესე დაუქნია ჩელსის კლუბის მაგრამ სად არის ბურთი ჩანს როგორ ჩანს გორელებს ძალიან კარგი შანსი აქვთ რომ მინიმუმამდე შეიყვანონ მიიყვანონ ანგარიში აიღე და არ უნდა გააჩერონ ბურთი თამაშიაო გიგამ შვენიარაძემ თქვა მაგრამ არ ყოფილა და ჯარიმა ერგება როგორ ჩანს დაივინგი გააკეთა რაქის 1 მეტრიან რადიუსში რაც წესებით დაივინგი ეგრეთ წოდებული ბურთზე დახტომა არ შეიძლება რა ბევრი ტრავმა საშან შემოვიდა ეს წესი და ამის გამო ბევრი ტრავმა იყო ხოლმე ყოველთვის ეწერა სიმართლე გითხრა უბრალოდ საშან შემოვიდა რომ ყურადღება გაამახვილეთ ამაზე ეს არის emerging ball აი რაქიდან უშუალოდ გამოსულ ბურთზე შეკრებიდან უშუალოდ გამოსულ ბურთზე დახტომა არ შეიძლება როგორც უკვე სოსომ აგიხსნათ რომ ხიფათი არ შეიქმნას. ესეც ეგეთი უცნაური წესი აქვს. ჩვენ საყვარელ სპორტს. ნიშნულოვანი დერეფანი გორს, რამდენიმე ნიშნულოვანი დერეფანი მათ ვერ ააგდეს, მაგრამ ჯორჯოლიანის შემოსვლასთან ერთად როგორც აღნიშნა, თქვი მანამდე რომ დაალაგდაბა გორის დერეფანი ნიშნულოვან დროს და აბა დაემატნენ ხაზის მოთამაშეები. დატრიალდა ფეხზე დგას ჯერჯერობით ფეხზე დგას და სად არის ბურთი და ლელო აქ 21-18 ხდება ამასობაში ანგარიში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა ეს კი ვაშმენი ოლიმპიური ჩემპიონი ვაშტა ლეგენდა ძალიან კარგია თუ ასეთი ხალხი დაესწრება თამაშებს და გორის მოლი მუშაობს ვერაფერს გეტყვი სოსიმანდელად. ძალიან კარგი მოლი ჩამოყალიბეს გორელებმა და 21-18 მოკლედ უაღრესად იძაბება ჩვენი თამაში და როგორც ესე ვთქვათ ცნობილი ფრაზა სარაგბო ბოლო ნამდვილი რაგბი ბოლო წუთშიაო და აგერ ბურთი აგერ მოედანი თუ გაიტანა ნინიძემ საერთოდ ერთხულამდე შემცირდება სხვაობა და ძალიან იძაბება ჩვენი შეხვედრა მოკლედ. ნინიძე იყო წინა მატჩში ბრწყინვალე აიასთან ფეხით თუ არ ვთქვი 7-დან 7 გაიტანა. აი ხო ნახოთ კიდევ ერთ ორქულას თუ შემატებს. კი ბატონო, ყველა უხერხულად ურტყა უჭრის არა. რაღაცა ისეთ ხო 21-20 62 წუთზე ერთხულამდე შეამცირეს ანგარიში სხვაობა გორელებმა. კარგი მოლი იყო. ცხრამე წუთი ქონია სათამაშო. ხო, აქ გაუმართლა. გაუმართლა არაბულს ლევრო დაიდო ამ ეპიზოდში. შეიძლება და ბარათი მიიღო. კი, ნამდვილად. ნუ ტექნიკური ლელო თუ იქნებოდა, უბრალოდ ყვითელიც მოხდებოდა, მაგრამ რახან გორმა ლელო დადო, მოკლედ ჯარიმაც აღარ დაიდო. ნუ ჭკვიანურად თამაშობენ, რა ვთქვა ხა აქ გორელები, რახან 22 მეტრიან ზონაში უნდათ, ესე იგი რაკ ჩამოყალიბებული იყო. პირდაპირ კიდეც არ გადავიდნენ. არა დატოვა ჯინჯოლაშვილი მარცხენა ფლანგზე ვილიამს ძებნის და იგი ხელით დაუწდა ფეხი და მორკინალებს ჩაუვარდა მაგრამ მაინც ფეხზე დგას ეს კაცი ხელიდან წართვეს იქ ნიკა წივწივაძემ ძალიან კარგად იმუშავა ამ ეპიზოდში კოკი თხილაშვილი შემოსულა გიორგი თხილაშვილი კოკი მისი მეტსახელია კი ყველა ასე იცნობს ამიტომ არა მაინც ოფიციალურად ვიტყვი
აქ წნეხში იყო კარგია, ვინ არის? მახათაძე დაბრუნდა იმ ძიმე ტრაუმის შემდეგ წინა თამაშში მიიღო მან წუთები და არაჩვეულებრივი ფეხით თამაში ბათუმელების შესრულებით. თუ არაძე წამოვიდა სწრაფად და სერგი ჩხაიძე ძლიერი ფეხია მას კარგი დარტყმა განახორციელა თუ არ გადაცდება ყველაფერს არა ვილიამსი რას მოიფიქრებს დააუტოვა რა თქმა უნდა მასე უკეთეს დამტყმელს და რეზიმავე დაარტყა და გორელების მომენტუმი შეხვედრის 64 წუთზე ლეო გორელთა სასარგებლო მოიტანა მამუკანიმიძე ნომერი 22 ხოლო გარდასახვავა ლაშა დონაძე ნომერი 23 ანგარიში 21-20 ბათუმელთა სასარგებლო აბა ნიშნავანი დერეფანი ძალიან ორი ხელი თქვათ კარგად ვერ მოიგეს, მაგრამ ბურთი წესით მაინც გორელებს უნდა დარჩეთ. დონაძე გადააწოდა აქ წააგო მანძილი გორმა, მაგრამ თავარია დაიტოვა ბურთი. ბროძელი ზურგს უკან ცხაიძე ისევ ფეხი რამდენად ალალზე იჭერენ. არ იყო კარგი დარტყმა. მისაუთ დარტყმა არ იყო დღევანდელ მატჩში შეგვიძლია თქვა პირდაპირ და მახათაძე ხათადესაც თითქოს ისე მოარტყა ბურთს ფეხი თითქოს აეჭრასავით და არც თუ ისე შორს 10 მეტრიანამდე ამოვიდა. ისევ გორის დერეფანი. ძალიან იძაბება ჩვენი შეხვედრა. ხო, კვატი შეცვალეს ამასობაში გორელებმა. დიმიტრი ხურცილოვას ნაცვლად ტარიელ ბერუაშვილი ჩაერთვება. ნახოთ მისი პირველი დერეფანი დღევანდელ მატჩში. მთლიანად გამოცვალა პირველი ხაზი. ხო, არავინ არ ამხტარა აქ და იქნება თამაში ბროძელი. ნინიძე მაღალი ფეხი საბრძოლო. ტამბუმა მაინც დაუტოვა საკუთარ გუნდს ბურთი კი ბატონო და რაკში თითქოს შეინარჩუნეს ბურთი. კარგი პასი, მაგრამ უყურა დღებო ძალიან და სერგი ჩხაიძე. და საბოლოო ჯამში თუ არ ვწდები გორისგან გადავიდა, ხო, ბურთი კიდეზე. არ ვიცი. ნახოთ სულხან ჩიხლაძე საით გაიშორს კი. ხო, გორე მიარტყა. და 22-ში იქნება ბათუმის დერეფანი. ხო, არა და ის ბურთი რო აიღოთ, წავე შეტევა. კი, შეიძლება და განხორციელებული, ხო. აქ ორი ხელით. კი ბატონო, მოიგეს ბათუმელებმა, გამოვიდა ხაზზე თხილაიშვილი, გაცდა 1 მეტრეს, წავიდა 2-ზე წინ და საკმაოდ ბევრი მეტრები მოიგო, თუმცა 22-ს გარეთ იყვნენ. გადაიტანა რეზი მეტოქის ნახევარზე თამაში, ტუნინდაურას მოიფიქრებს. თვითონაც ფეხით გადაიკიდა, მიყვება, კარგი დარტყმა გამოუვიდა. შუკაკიძე. არ უნდა ითამაშოს, თითქოს დონაძემ კი ბატონო ჩარჩენილია. ხო, დონაძეს ვარ ითამაშა, ალბათ. კი. მიცემდა შვენიერაძე გადაგორების საშუალებას ტუნინდაურს, მაგრამ გავიდოდა ბურთი უბრალოდ და მორჩებოდა მაგით. თან ისეთი ადგილი არის ეს ხა, მაინც იმდენად წვავე დაცვაში. ხო, პოზიცია არ არის და არ უნდა ითამაშა დონაძეს და არ დაჯარიმდებოდა გორი სავარაუდოდ. გამოვიყენებ ამ სიტყვას. კარგი დარტყმა რეზისგან, მნიშვნელოვან დროს. და მე-8 წუთი ამასობაში.
მე კი შეგახსენებთ რომ დღეს 22 საათსა და 30 წუთზე შავი ლომი გამართავს მატჩს ბენეტონის წინააღმდეგ. ეს ჩვენ იტალიურ ტურნეს მეორე მატჩია. და ვნახოთ. როგორ ფორმაში არიან ჩვენი ბიჭები? ხონელიძე არაბუზე კარგი დერეფანი ხაზე გავიდა კარგად გაათამაშეს ბათუმელებმა მაგრამ გორელები დაცვაში კარგად კარგი კონტაქტი ცენტრში თამაშია კი ბატონო აბა ფერსელიძე წამოვიდა აკრიფას ისტრაფე გატანებაც ძალიან კარგი იყო შამილიშვილმაც მოიგო რამოდენიმე მეტრი რამხელა უპირატესობას აკეთებენ ძალიან კარგი კონტაქტი და ჯარიმა საბოლოოდ 9 ნომერზე თამაშისთვის დაჯარიმდა გორი ხო ნახოთ რაც ისამს ბათუმი კიდეზე გადავლინდა ალბათ სავარაუდოდ მაგრამ უფრო სწორი იქნებოდა ალბათ რომ კარში დაარტყან და ნამდვილად ჯარიმის იმას გაცდებოდნენ თქო როგორც ჯარიმა აღარ ეყოფოდა წინ გასასვლელად უფრო პრაგმატული თამაში იქნება სწორი რადგან მეორე ტაიმში თითქმის არაფერი არ გამოსდის ბათუმს უფრო გორელების ხარეს არის სათამაშო სიტუაციები სწორია სოსო შენ კარგად გამოიცანი კარში მიუთითეს ბათუმელებმა და ესე იგი ჯარიმა არ ეყოფათ გორელებს რომ წინ წავიდნენ 24-20 ქულიანი სხვაობით გავიდა ბათუმი წინ 70-ე წუთი დაიწყო ამასობაში თორნიკე გაბელაია ჩაერთვება თამაში საბახონელიძეს ნაკო ძალიან კარგი ახალგაზრდა ბათუმის აღზრდილია სხვა შორის და თორნიკე და მე რომ საჯობა დავიწყე მაშინ ბელიგაში თამაშობდა და ძალიან კარგად დამამახსოვრდა რადგან ყოველთვის გამოირჩეოდა თავის მებრძოლი ხასიათით და დიდ გუნჩიც ამტკიცებს ამ ყველაფერს. ახლა უკვე ნინიძე. შეცვლები. ხო, შეცვლა აღარ ყავს გოლს. ნუ როგორ ჩანს? აღარ ყავს, იმიტომ რომ ეხლა რო უყურებ მათ განაცხადს, ოპა და გავდავა. ხო, ვიღარ დაბრუნდება. სხვადასხვა ტოპ 14-ში არის ესეთი წესი, რომ სადღაც ბოლო წუთში შეგიძლია გაყვანილი მოთამაშეები დააბრუნო. ოღონდ მორკინალებზე არის საუბარი, რადგან მორკინალებს უფრო დიდი ჯაფა ადგება და შესაბამისად განსაკუთრებით ხაზებს მაგდომაც აი რომ ისე იქ მესამე ხაზებზე შეგიძლია რომ დააბრუნოს. მაგას მე არ მაინდა-მაინც არ დავეთანხმებოდი. უფრო მეტი ხარისხი თუ გინდა თამაშის მე პირიქით ვემხრობი მაგ ყველაფერს ახლა მე მგონი გორი 14 დარჩა მოედანზე. მე მგონი კი რა უეჭველი 14 დარჩა. ხო, აი 14 კაცით ბათუმთან შემდეგ სტატიკურ ფაზაზე დავთვლით მაგას ჩემო სოსო მანამდე ვერაფერს გეტყვით და ჯარიმა ისევ ჩარჩნენ ადგილას გორელები. კი ბატონო, მოდი კი ჯარიმა ბათუმის ასარგებლოდ. 9 წუთი ქონია სათამაშო ამასობაში. აბა აი ბოლო ცვლილებები ცოტა მეტრეველი იმზადება მასთან ერთად არჩილ თურმანიძეც შემოვა მოედანზე ორი კარგი ახალგაზრდა და მეტრეველი ტაოდან გადმოვიდა მაგრამ ისე არმაზის აღზრდილი არის
გავიდა ხაზე, ნოზაძე, ტყილაიშვილი. ტყილაიშვილი კარგად წამოვიდა. და კარგად შემოვიდა ზოგადად. ამ მატჩში ნოზაძე აქ უპირატესობით სარგებლობს და ხო, ბევრი ჯარიმები მიეყარა გორს და რა კარგი ბოჭვა, წიმწივაძისგან. და ერეფანში დაუდგამს ფეხი. მაგრამ უპირატესობით სარგებლობდნენ მაღალი ბოჭვის გამო. რომელიც გოგით ხილაიშვილზე შესრულდა, ხო აქ წავიდა ამჯერად დერეფანში და ხო, რამდენჯერმე ვერ გადაიტანა დღეს ბათუმას ხოთაშორის დერეფანში თამაში, რეზი ბროძელი განმოხდა საკუთარი 22-დან თამაში და სადღაც 10 მეტრამდე უნდა 10 მეტრიანამდე უნდა ამოსულიყო. ხელ და ხელ უტევენ ისე გორელები. კარგი ბოჭვა მოხდა და ბათუმელები უკაცრავად. ბევრჯერ დაჯარიმდა გორი უკვე ხოთაშორის და კი ბატონო აგერ გაისაუბრება ახლა. კი ბატონო. გაფრთხილება მიიღო გორმა მშვენიერაძისგან. ექვსი წუთიაო დარჩენილი. და კარები მიუთითეს ბათუმელებმა. ნახოთ ბუბანოზაძე. ხო, სწორიც არის. უკვე ლელოც გარდასახული ლელოც აღარ ეყოფა გორს. თუმცა ამ ნიშნულით ასეთი ანგარიშის იმიტომ რომ 3 ლელო აქვს ბათუმს გატანილი და 2 ლელო აქვს გორს გატანილი. არა, ნუგეშის ერთგულას ვერ აიღებს. გორი აიღებს, მაგრამ ბათუმის მოგების გასაგებია. ხო, ესეც რომ შევახსენოთ ჩვენ თავსაც და მაყურებელსაც სანუგეშო ხულები როგორ იწერება. მოწინააღმდეგეს თუ 3 ლელოთი განსხვავებით მოუგე, მაშინ გეწერება მოგების ნუგეშის ხულა, ნუგეშის რა იყო და მოგების ბონუს ხულა, დამატებითი 1 და თუ დამარცხებულს ნუგეშის ხულა გეწერება, მაშინ თუ გარდასახული ლელოს ფარგალში, ანუ 8 ხულაზე ნაკლებით დამარცხდი. საბრძოლო დაკიდება გააკეთეს გორელებმა და ხელში მათ აიღეს საბოლოო ჯამში ბურთი. ხო, ალბათ სამყურაშვილს უნდა გაეტანა, აღარ ჭირდებოდა იქ ზედმეტი კაცი რაკში. კუცნიაშვილი გადავიდა, აიღე და მიეძალეზე და სად არის ბურთი? როგორც ჩანს გაიწმინდა რაკი და ვერ წაიყო შუკაკიძემ. პროძელი გადმოიყვანა. გალდავა დაბრუნებულა ამასობაში, არ 4 კაცმა გაიყვანა, იმით რა, ეს შეაცებული. მაგრამ არა მოედანზეა ყოჩახ ბადას და 15 აგრძელებს თამაშს. გორი პროძელი ჯორჯოლიანი აქ რა ორი სიტყვით რო ვთქვა, ორი თამაში გორის, ესე საშანდელ ჩემპიონს და ვიცე-ჩემპიონს გოჯი არ დაუთმო არც ერთ თამაშზე, პირველად ამოსული გუნდი, რომელიც საერთოდ პირველად თამაშობს დიდიასის ლიგაში. მე მგონია სხვა გუნდებთან ძალიან კარგი შანსები ექნება. კი, ნამდვილად კარგად გამოიყურებიან. ჯორჯოლიანი, ბერუაშვილი გაიწმინდა ისევ, უკვე ბათუმი რა კარგ დაცვას თამაშობს უკვე დააკვირდი. 22-დან უკვე 10 მეტრიანზე ამოიყვანეს. 18 მეტრი წამოუღეს აბარატონი და უთვითო გალდავა წივწივაძე და გადადევნეს საბოლოო ჯამში. შუკაკიძე რა კარგი იყო თუ დააკვირდი ამასობაში. მანამდე ხადაძემაც შებოჭა, მაგრამ შუკაკიძემ გადაიყვანა დერეფანში და განმოხდა სიტუაცია.
კი ბატონო ის ბოჭოც რა თქმა უნდა კარგია მაგრამ აი ნუ ახლა და დრო ამასობაში უფრო ეწურება გორს მოიგეს ტერეფანი საბოლოო ჯამში ბათუმელებმა და კიდევ ერთი უპირატესობა აქვთ ნაკო გოგოლიძე გუნდის კაპიტანმა მიიღო ყვითელი ბარათი მოდიში მოუხადა თანაგუნდელებს ხო ეს ყვითელი ბარათი ალბათ უკვე სავალალო იქნება თან ფეხით გადავლენ შორს ახლა ბათუმელები და ვერ დავინახე ვლადიმერ გოგოლიძე გუნდის კაპიტანი 78 წუთი ამასობაში სადღაც 2 წუთია დარჩენილი თამაშის დროის ამოწურვამდე და რა ხდება ვერ გაათამაშეს კარგად დერეფანი ბათუმელებმა საბოლოო ჯამში დარჩათ და ამოიღეს კიდევაც და გაძრა და ვილიამსი სავარაუდოდ ლევოთი დაასრულებს რაღაცა ვარაუდი უნდა ამას 79 წუთისთვის ბათუმმა შეძლო და გარდამტეხი ლელო გაიტანა დღევანდელ შეხვედრაში 32-20 და გარდასახვაც კიდევ შესასრულებელი აქვთ ლელო ბათუმელთა სასარგებლოდ გაიტანა პიტერ ვილიამსმა ნომერი 11 ხო საბოლოო წერტილი გაუცუდა აქ სამწუხაროდ ბოჭვა თვარაძეს თორე შეიძლებოდა დაცვა უკანა ხედიც ფანტასტიკურია აქ თუმცა როცა ძალიან დიდი საცობი იქნება იქ ავტომობილში მსხდომი ხალხი რაღაცით გაერთობა ხოლმე ასეთ დროს და ძელმა იხსნა ამასობაში მოზადე 12 ქულას ხოლმე გორ შეუძლია მაინც ლეოს გატანის შემთხვევაში რომ სანუგეშო უბრალოდ ჩაიწეროს ამისთვის ლეო ჭირდებათ ნუ გადაუსახავთ ორი ხელით მოიგეს ბათუმელებმა და ბათუმს დარჩენილი აქვს რომ 30 წამი შეინარჩუნოს ბურთს შემდეგ გადააგდოს კიდეზე ხო წინ თამაში შანსი გორს აი ბოლო შერკიდება სოსო ჩემი ჩანაწერების მიხედვით 57 წუთზე იყო მთელი ესე იგი 20 წუთი შერკინების გარეშე ყოფილვართ რაც ძალიან სასიამოვნოა სეზონის ბოლოს გამოეცი ლუკა პიასონიას მემუარები შერკინებაზე კარგი შანსი მიიღო გორმა მატჩის ბოლოს და ნახოთ თუ მოახერხებს ამ თამაშის ბონუს ქულის მოპოვებას გორის გორი ხო აქ როგორ წინდა წივწივაძე არის ფთაზე ეს კი ბოლო ნოზაცის დარტყმარებით ძელს მოხდა ჯერჯერობით კარგად გამოიყურება შერკინება და ჟორჟოლიანმა აიღო ეს ბურთი დროულად აიღო უნდა აღნიშნოთ საით იქნებოდა ჯარიმა კაცმა არიცის ძალიან რთულია ხოლმე ეს დროს შერკინებების განჟა გადაეწყობოდა აქ გამოვარდნილია როგორც ჩანს და რა კარგი კონტრაქტი აქ ხელიდან არა მიწიდან წაუღია როგორც ჩანს ეს ბურთი ჯღარკავას და ვაჰ, პაატა გადავს აშკარად ტკივა და
ხო, რა ხდება? რას იზავს? ბათუმი ლელოზე ხო არ წავა ამასობაში? არა, მიდია, მე მგონი 1 ლელოს გატანის შემთხვევაში ისინი ბონუს ქულას მოიპოვებენ. სხვა შორის და ასეც იქცევიან იმის და მიუხედავად რომ მორჩენილია, ბუბანოზე წავიდა დერეფანში და ითამაშებენ ლელოზე. გასაფასებელია რა თქმა უნდა ჩემპიონი გუნდისგან. ხო, აი 2 ლელოა გატანილი გორს და ბათუმს აქვს 4. თუ კიდე მოახერხებენ ლელოს გატანას ბათუმელები, 3 ლელოთი მეტი ექნება. ბათუმს და დადებული. ბონუს გულასაც ჩაიწერენ თავის ანგარიშზე. დრო ჩაირთო, წეცხლი აინთო და თორნიკე გაბელაია ბურთით. წამოიღო გორმა და რა თქმა უნდა გორმა უნდა შეუტიოს ახლა. ადარჩენია სხვა ბოჭვარი უნდა გაანთავისუფლონ. ასეც მოიქცნენ როძელი გაიტანა ნინიძე გზადაცემა ჩაიძე ჩაერთო ტუნინდაოს სწრაფია ძალიანის გადააწოდა მთვარაძეს ხო ძალიან ბოჭა და დამბო რა კარგად თამაშობს რაკიც გაწმინდა საბოლოო ჯამში მაინც ბათუმელები ცდილობდნენ რომ რაკში სწრაფად გაათამაშა ბროძელმა და გაიქცა მიყოლა ჭირდება პასი ტუნინდაუზე თუ გაიქცევა კაპელაიას გაასწრო და ფანტასტიკური პასი მაგრამ აია ბათუმის ბოლომდე აგრძელებს თამაშს მარტო მახათაძე წინ და შორი დარტყმა უკანა მხარეც არიელია და ამით დასრულდება შეხვედრა ნამდვილად. ხო, ფიქრობ რომ გორი მაინც იმსახურებდა ამ თამაში ერთ სანუგეშო ქულას, მაგრამ სპორტია ხდება ასეთები. იყო ბევრი ტექნიკური წუნი ამ თამაში, მაგრამ კარგი მომენტებიც მრავლად იყო. გიგამ შვენიერაძემ კი დაასრულა დღევანდელი მატჩი. მოკლედ ეს იყო და ეს საღამოს 22 საათზე კი არა, ღამე 22 საათზე და 30 წუთზე კი შავი ლომის თამაში გვექნება ბენეტონის წინააღმდეგ. კი, და გელოდებით ხალხო, შაბათკვირაც არ გამოტოვოთ, მრავალი ქართული რაგბი გველოდება წინ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან, ლუკა კილოსონია და იოსებ ჯაფარიძე ვირჯებოდით თქვენთვის. კარგად ბრძანდებოდეთ.